ჰერმეტიზმის სწავლება ზოგადი თეზისების გარდა გააჩნია პრინციპებიც, ძირითადი და ფუნდამენტური ხარზი, რითაც მუშაობს და არსებობს ჰერმეტიზმი. გაგაცნობთ ჰერმეტიზმის 7 პრინციპს. მენტალიტეტის პრინციპი, ღვთაებრივი სულიერება, ანალოგიის პრინციპი, როგორც ზევით, ისეთი ქვევით, მოძრაობის პრინციპი, ყველაფერი ენერგია და მოძრაობაა, პოლარობის პრინციპი, თეთრი, კეთილი, შავი, ბოროტი, რითმის პრინციპი, ყველაფერი მოწესრიგებულ მოძრაობაშია, კარმის პრინციპი, მიზეზი და შედეგი, სქესის პრინციპი, მდედრობითი და მამრობითი. ცოდნა ერთ-ერთი იმ არამატერიალურ შენაძენთაგანია, რომელიც ჩვენს სულიერ სამყაროს ამდიდრებს. უდავოა რომ ის უდიდეს წარმმართველ როლს ასრულებს ადამიანის ყოფიერებაში. ის ანიჭებს ჩვენს ყოველქმედებას, გარკვეულ საზრესსა და მოტივს. ამიტომაცაა რომ ცოდნა ადამიანის ადამიანურობის სპეციფიკური მახასიათებელია, როგორც თავისთავად მოცემული ბუნებრივი ნიშანი. ადამიანის კლასიკური განმარტებაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ადამიანი გონიერი ცხოველია. ცოდნის პარადოქსი ისაა, რომ ადამიანი უდიდეს ენერგიასა და დროს ხარჯავს ცოდნის შეძენაზე. თან ის ყოველთვის მიისწრაფვის მოიპოვოს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა, მაგრამ მისი ეს მიდრეკილება აბსოლუტური, სრულყოფილი ცოდნის მოპოვებისა ყოველთვის ისჯებოდა. მითოლოგიაში არსებობს საკრალური ცოდნის მარადიული პრობლემა. ყველგან, სადაც ამ თემას ეხებიან, შედეგი ყოველთვის ერთია. აკრძალულ ცოდნასთან ზიარება ისჯება. ეს ერთგვარი ტაბუა, რომელიც დადებულია ადამიანსა და ღმერთს შორის იმის ნათესაყოფად, რომ მათ შორის პრინციპული განსხვავება და გადაულახავი დისტანცია არსებობს. ადამიანს არა მხოლოდ არ აქვს საკრალურ ცოდნასთან ზიარების უფლება, არამედ არ აქვს არც იმის უნარი იცოდეს ყველაფერი და რაც მთავარია, იყოს ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელი. მაგრამ მას აქვს ერთი შესაძლებლობა, მისწრაფება მოიპოვოს ცოდნა. ცოდნა, რომელსაც ექნება აბსოლუტური ჭეშმარიტების პრეტენზია. მაგრამ სიბრძნე ისეთივე სუბიექტური მონაპოვარია, როგორც სუბიექტურიც თავად ადამიანი შეიძლება იყოს. ამიტომ უყურებდნენ კრიტიკულად პირველი ფილოსოფოსები მათ წინამორბედ სოფისტებს. ფილოსოფოსები მხოლოდ სიბრძნის მოყვარულობას ესწრაფოდნენ, ხოლო სოფისტებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ისინი უკვე იყვნენ გარკვეული სიბრძნის მატარებელნი და შესაბამისად ბრძენნი. ეს ახსნა საიდუმლო ცოდნის დაუფლების სირთულესთან დაკავშირებით ალბათ საკმარისი ვერ იქნება. იმის გასააზრებლად, თუ რატომ არ ვიცით მეტი ზურმუხტის დაფის დანიშნულებისა და მისტიკის შესახებ. თუმცა სამწუხაროდ ყრუ კედელს ვეჯახებით, რადგან შემოთავაზებული ახსნა ასეთია უბრალოდ და მორჩა. მაგრამ ჩვენ მაინც მივილთვით, რადგან ეს არის კაცობრიობის არსი და არსებობის აზრიც.